ის, რასაც ყველა ველოდით, ელ კლასიკო, ესპანეთის სუპერთასის ფინალში, ბარსელონა მადრიდის რეალის წინააღმდეგ. ეს მატჩი 11 იანვარს გაიმართება 23 საათს და 00 წუთზე. მადრიდის რეალმა გამოთიშა ატლეტიკო ნახევარფინალიდან, ვისაუბროთ ამ მატჩზეც 1-2 მორჩა მატჩი. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო განსხვავებით ბარსა ბილბაოსგან, ვინაიდან ჰქონდა ატლეტიკოსაც საკმაოდ ბევრი მომენტები. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია ვნახოთ, რომ 2.26 ქონდა XG ატლეტიკოს, ანუ მოსალოდნელი გოლის ალბათობა და საპირისპიროდ რეალს 1.15. იყო საკმაოდ ბევრი წაკმენები ატლეტიკოსგან, მოკლედ, მაგრამ ის უნდა ითქვას, რომ რეალმა კლასის ხარჯზე და თამაშის ხარისხის ხარჯზე საკმაოდ დააჯაბნა მეტოქე და მთლიანობაში გააკონტროლა თამაში, შეიძლება ითქვას, უმეტეს მომენტებში და უმეტეს სიტუაციებში. ეს კი ფედერიკო ვალვერდეს ის ულამაზესი და ფანტასტიკური გასროლაა საჯარიმოდან, რომლითაც ანგარიში გაიხსნა ამ მატჩი, უბრალოდ უნდა დატკბე ამ გოლით, შედევრი ფაქტიურად. მოკლედ წინ კლასიკო გველოდება ბარსა რეალი 11 იანვარს, როგორც უკვე გითხარით და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, რომელი გუნდი უფრო არის მზად ამ ტიტულის დასაუფლებლად.